გამარჯობათ მეგობრებო, ჩემი დღევანდელი ვიდეო არც ხუმრობა არ ეგეგონოთ და არც რამე კაი. უბრალოდ სერიოზულად დავფიქრდი რაღაცებზე და ძალიან გული მეტკინა და გადავწყვიტე, რომ ვიდეო გადამეღო და სხვათა შორის არ ამგონია ეხლა ჩემი ეს ფიქრები და ჩემი აზრები ვინმეს გაინტერესებდეთ, უმრავლესობას ყოველ შემთხვევაში არ გაინტერესებს, მაგრამ მე მაინც მინდა რომ ეს ჩემი გულის ტკივილი ჩემი მეგობრების და ჩემი ახლობლების გარდა გაგიზრდოთ თქვენ სულიად უცხო ადამიანებს. ამით არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას, მაგრამ მაინც ერთი გოგოს გულის ტკივილი მინდა რომ იცოდეს ყველა. და რაშია ეხლა საქმე, რომ საქართველოში რომ უდიდესი გაჭირვება არის, ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ მე არ ვეხები სხვა ქალაქებს, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ ქუთაისში და ვიცი რაც ხდება ქუთაისში და მინდა ქუთაისში როგორი გაჭირვებაა ამაზე გიამბოთ. ეხლა გაჭირვება არ ეხება ისეთ ხალხს, ვისაც მდიდარი მამები ყავს და ვისი შვილებით ფუფუნებაში ცხოვრობენ, არ ეხებათ ესეთ ხალხს გაჭირვება, ხმეთ გაუჭიროთ მათ რას ვერჩინე. მაგრამ ძალიან მტკივა გული, როდესაც ქუთაისში დავდივარ ფეხით, ზოგადად ფეხით სიარული მიყვარს ძალიან, გინდ წვიმა იყოს, გინდ ქარი, მზე, უმეტესობას დავდივარ ფეხით, იმიტომ რომ გზის ფული არ მაქვს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გზის ფული არ მაქვს და ამიტომ დავდივარ ფეხით, მაგრამ უმეტესობა ისე ხდება, რომ მიყვარს ფეხით სიარული და ძალიან ბევრ ისეთ ხალხს ვხვდები, რომ გული მეწვება პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით რა. ქუთაისში ძალიან ბევრი გაჭირვებული ახალგაზრდა არის, მათ შორის მეც. მე არა ვარ მდიდარი მამის და დედის შვილი, ჩვეულებრივი იმათნაირი მოქალაქე ვარ, როგორიც სხვები და როგორებსაც მე ვუყურებ ქუჩაში ძალიან ბევრს. მაგალითად გავიხსენებ ერთი კვირის წინ ქუთაისში ჭავჭავაძეზე დავინახე 3 ბიჭი, ძალიან კარგი ბიჭები. მაგაცე კაი ბიჭები, რომ კარგი ლამა სიმპათიური ბიჭები, მაგაზე სიმპათიური ბიჭები, რომ რა იქნებოდნენ, რომლებსაც ხელში ეჭირათ გიტარა, 3-ვე. წინ ჰქონდათ დადებული რაღაც ყუთი და ხეროდნენ, რომ დახმარებოდნენ ხალხი და ამით თავი ალბათ უნდა ერჩინათ, არ ვიცი რის სჭირდებოდათ ეს პული და ამით რისი თქმა მინდა, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა ვართ ძალიან დაჩაგრული. არ არის სამსახურები ისეთი, რომ დავიწყოთ ეს სამსახური და ცოტა ჩვენ თავს მივხედოთ და პაპიროსის ფული თუნდაც ჩვენით ვიშოვოთ და არა მაღაზიაში მისია ავიღოთ და შემდეგ იმ გამყიდვებს ვუთხრათ, რომ დედა ჩემი გადაიხდის და მამა ჩემი გადაიხდის. ძალიან ბევრი არის ასეთი, რომ პაპიროსის ფულით არა აქვს ახალგაზრდებს და გამოდიან ქუჩაში და ხელს იწვდიან. რისი გულისთვის? იმიტომ რომ სამსახურები არ არის. და თუ სამსახური არის, იქ ყველგან არის ისეთი ხალხი მიღებული, ვისაც ყავს ძლიერი ხელი ოჯახში. დააგწევ ამ ყველაფერზე გული. ამასთან ერთად ძალიან საყვარელი ბიჭები იყვნენ, საზოგადოებრივ მე ფული არ მქონდა, ვერ ჩავყარე, მაგრამ როდესაც გავიარე, იქ მათ ქაღალდის ფულით ჰქონდათ საყველი, ცოტა გამიხარდა, იმიტომ რომ ხალხი ყველა კეთილი არ არის, მაგრამ უმრავლესობა მაინც კეთილია. ქუთაისი ძალიან კარგი ქალაქია, უბრალოდ გაგება უნდა ერთმანეთს უნდა გავუგოთ ხალხმა და მაგრები ვიქნებით ძალიან. ასევე ჭავჭავაძეზე დავდივარ ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი ხელგაწვილი ხალხი ხდება, ქალები, მოხუცები. აღარაფერს ვამბობ ამ სიგნებზე და ამათზე ცოტა გლახა რეაქცია მაქვს, იმიტომ რომ ამ შავ ხალხს ჩვენთან რა უნდა. იმიტომ თავიანთი ქალაქი არა აქვს, წავიდნენ და იქ იმათ ხოვენ და იქ გაყიდონ თავიანთი ძუნგლიანი ტანსაცმლები. არასდროს არ მიყიდიათ ჩინელებში კი არა, ამ სიგნებში ტანსაცმლები და ვერ ვიტან მათ ხალხს იმათე როგორცაც. ეს ჩინელებს ვერ ვიტან. ამ ჩინელებს რა უნდათ ქუთაისში, ამ ძირძველ ქალაქში ჩინელები და სიგნები და შავი ხალხი რატო დადის, ჩემამდე არ დადის ეს ამბავი. ასევე ძალიან ეს ხალხი და ეს
ისეთი გაჭირება აქვს ქუთაისში, რომ რა ვიცი, როგორ დაგიხასიათოთ ეს ამბავი. აი მაგალითად გუშინ შევედი მაღაზიაში და ატამი ვიყიდე, ლარი მქონდა. და ლარის ატამი მინდოდა და 3 ცალი ამიწონა გამყიდველმა და 85 თეთრის არისო. კაი მე ვთხარი ერთი დამიმატე მეთქი ლარისო გახეთქო და დამიმატა ერთი და იყო ლარი და 5 თეთრის და მე ვთხარი ლარიანი მაქვს მეთქი და ამოიღო ისევე ეს ატამი იმიდან ცელოფიდან და 3 ცალი ატამი წამოვიღე სახში. ისეთი ზოგი ხალხი ისეთი გაუგებარი და ისეთი რომ 5 თეთრს არ გაპატიებს და რაზეა ლაპარაკი რომ რამეში დაგეხმაროს და რამეში ხელი მოგიწყოს. ასევე მინდა გაჭირვა ძალიან ბევრია რა, მე ჩემი დიდი ოცნება და ჩემი დიდი სურვილი იქნება რომ მოვიდეს ისეთი მოიწერეთ დაგიძაღლო იქით. ხო, ახლა არ დამიწყოთ კიდე ისევ რა ქვია, ძაღლი როგორ გიყვარს შენ ძაღლს დაარტყო, იმიტომ რომ ღირსი იყო. რას ვამბობდი? ხო, ჩემი ოცნება, აი მართლა გეუბნებით რა, ჩემი ოცნება არის, გულით მინდა ოცნება მქონდეს, რომ ჩემი ტოლი ახალგაზრდები, აი 19-20 წლის ახალგაზრდები არ დავინახო ქუჩაში გამოსულები, მღეროდნენ იმის გულისა, რომ მათ ადამიანმა დაეხმარონ. აი ამიტომ არ მინდა რომ დავინახო. იმღერონ მათ ქუჩაში, მაგრამ არ მინდა რომ მათ მოწყალება ითხოვონ. აი ძალიან ბევრ მიცვალებულს ხედავ. მიცვალებულებს მე რო ვხედავ, ეს ძალიან მტკნს გულს, იმიტომ რომ აი თუ დავინახე მოხუცი ადამიანი მიცვალებული, აი ხო არა უშავს, იმიტომ რომ არ დაბერდეს ჩვენი მტერი. მოხუცი რა თქმა უნდა მოუკვდეს ასეთი აწესი, მაგრამ ახალგაზრდებს ხედავ უფრო მეტ, ძალიან ბევრ ახალგაზრდებს ხედავ. წელს აღდომას, როდესაც მე ვიყავი საფლავზე გასული, აი გადავსებული იყო ეს საფლავი, როდესაც მამიკო მოკვდა, მახსოვს ეს პერიოდი. როდესაც მამაჩემს მარხავდნენ, მე ის სასაფლაოს, სადაც მას მარხავდნენ, არ იყო ბევრი მიცვალებული ძალიან. იყო ძალიან ცოტა, მაგრამ ეხლა წელს რომ მე ჩავედი სოფელში და მოვინახულე იქაურობა, ძალიან გავსებულია სასაფლაოები. და სულ ახალგაზრდები. რატო გვდება ეს ახალგაზრდები? იმიტომ გვდება რომ მათ არ აქვს საშუალება იმისი რომ დაიწყონ მუშაობა და მიხედონ თავს. იმიტომ გვდება რომ უმუშევრობით ისინი რო ვერ მუშაობენ, ცუდ ფიქრებზე გადადიან. აგერ ნარკოტიკები, აგერ სიგარეტი, რას ეწევა ხალხი, კაცმა არ იცის, რას უჭამთ, რას უსვამთ, ხალხო არ ვიცით არაფერი. Facebook-ზე 1000 ვიდეოს ვყურობ, რომ ცოცხალ წიწილებს ატარებენ და იმას გვაჭირ. არ ვიცი რა, არაფერი არაა სანდო. ვიკითხოთ ჩვენ გაჭირებულმა ხალხმა, რა გვეშველება, არაფერი არ ვიცით. სამსახური არა გვაქვს, არაფერი არა გვაქვს, მხოლოდ თავის მოკლა. იარაღი გვაქვს ხელში და თითეხელები გვაქვს, რომ ეს გავაკეთოთ. მაგრამ ესეც დიდი ცოდვაა და უარესი ხეხი ჩავარდებით, როდესაც მოვკვდებით უკვე ჩვენი სულები. არ ვიცი, ძალიან გულიწრება, ღმერთმა ნუ დამანახოს და ჩემი ოცნებაა დიდი, რომ ახალგაზრდა, ჩემი ტოლი, გოგო, ბიჭები, ნუ დამანახებს უფალი, რომ დავინახო მკვდარი და მის საფლავს სურათ შევხედო, ასევე ნუ დამანახებს მივასწროს უფალი, რომ რა ვიცი, ახალგაზრდა ბიჭები ასე ხელგაწვდილი მათხოვრობდნენ და ჩემი დიდი ოცნებაა, რომ საქართველოს და კონკრეტულად ქუთაისი ცოტა გამოკეთდეს, გაიხსნას ისეთი სამუშაოები, რომ მე თუ არ დავსაქმდები, ეს არაა პრობლემა. ჩემზე ხომ არ არის ლაპარაკი, ჩემი ტოლა ბიჭებზე მაქვს უფრო მეტად ლაპარაკი, იმიტომ რომ გოგოები რაც არ უნდა იყოს გოგოა და მას პატრონი ყავს. აი ეს ბიჭები უპატრონოდ რომ დადიან ქუჩა და რომ არის რას აკეთებენ. ჩემი ოცნება რომ ყველა დასაქმდეს, ყველას ქონდეს საკუთარი შემოსავალი და პურის ფული და მაღაზიაში არ გამოიტანოს მისია და გამყიდვარს არ უთხრას დედაჩემი გადაიხდის ამის ფულსო. ამის დიდი ოცნება მაქვს და იმედია ღმერთის წყალობით, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და რა ვიცი, წმენა არის თავარი და წმენა ხომ ღმერთია თავად და მინდა რომ ამ წმენით უფალმა გადმომხედოს, პირადად მე ხა ამას რასაც ლაპარაკობ და მინდა რომ ცოტა გვეშველოს. ჩვენ გაჭირებულ ხალხს გვეშველოს. ცოტათი გვეშველოს. ძალიან მინდა, მეგობრებო, რომ ყველა კარგად ვიყოთ. მე მნიშვნელობა არა აქვს, რომ აი მაგინებ და მლაზღავ. ეს ჩემთვის სულ ერთი არის, იმიტომ რომ მე ხო ჩემპიონში ვარ და მე ის ვარ, რაც ვარ და
არავის არ ვაწუხებ ჩემი გლახის და კარგი თუ არ მოხდოთ ჩემი სასწრაფოდ გაატარებ ჩემნაირ დღეს ძალიან ბევრს ნახავთ ჩემნაირ სულ ეს გის გადარევს ყველა ვიცი მე ყველას უწერენ სულ კომენტარს მაგრამ ну რა მიწის ჩამოყალიბება აზრების იმიტომ რომ ძალიან რთული სალაპარაკოა ეს ჩემთვის და მოკლედ რომ ვთქვათ მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და აღარ მინდა რომ ეს ახალგაზრდები მოკვდნენ და ნაადრევად წავიდნენ ამ ქვეყნიდან იმიტომ რომ ისედაც ცოტანი ვართ ქართველები და მინდა რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ თავს და იმ ადამიანებს მინდა გთხოვოთ ვინც ჩემნაირები ხართ ბიჭებო და გოგოებო ვინც ხართ ჩემნაირები ვინც არ მუშაობ ვისაც გინდათ სამუშაოს დაწყება ვისაც სიგარეტის ფულის საშოვნელად დედას თხოვთ, მამას თხოვთ, ბებიას თხოვთ, მეტად ბებიას თხოვთ. აი ამათ ამ ჩემნაირ ხალხს მინდა გთხოვოთ, რომ გავძლიერდეთ, იმედი არაფერში არ დავკარგოთ და ღმერთი იყურებას ზემოდან და ღმერთი ისეთ განსაცდელს ჩვენ არასოდეს არ მოგვივლენს, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ. ასე რომ მინდა ყველამ ძალიან კარგად ვიყოთ, ძალიან მაგრად ვიყოთ და ჩვენი კარგად ყოფნით გავახალოთ ჩვენი მტრები და მტრის ჯინაზე სულ მაგრები უნდა ვიყოთ ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს საქართველოს გარეშე ვერ ვჩერდები და ვერ გავჩერდები ვერასდროს და ძალიან მიყვარხართ თქვენ თითოეული ხალხი, თითოეული გოგო, თითოეული ბიჭი მიყვარხართ ძალიან, რაც არ უნდა გაგინოთ, მე ბოდიშკი ხდით, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან ფიცი ხასიათი მაქვს და 1000 საშუალებას ვარ, მაგრამ მე არ ძალიან რომ რავი, ემოციებში ვარ. მიყვარხართ, მართლა ძალიან მიყვარხართ, თუ რამეს ვიტყუებოდი, აი ღმერთს გეფიცებით და მამის საფლავი წამიწყეთ, თუ რამეს ვიტყუებოდი და მიუხედავად ყველაფრისა ძალიან მიყვარხართ. ეხლა ამ კომენტარებში ამ ვიდეოს ეხლა კიდე რაღაც უბედურებს საშუალება კიდენი მოყვება, კომენტარები მოყვება. მაგრამ გამოვხიზდეთ ხალხო, გამოვხიზდეთ. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, გვიყვარდეს ერთმანეთი. აი ეს მინდა რომ გითხრათ, რომ ჩვენ თითოეული ადამიანს რომ ერთმანეთი გვიყვარდეს ისე როგორც საჭირო არის და ვაფასებდეთ ერთმანეთს ისე როგორც საჭიროა, დღეს კონკრეტულად ქუთაისი არ იქნებოდა ისეთი სიტუაცია, რომ ახალგაზრდა ბიჭები ხელგაწვრილები იყვნენ, ახალგაზრდა ბიჭები ამ სიცხეში, საცხა გადაკარგულში თხილებს კრებდნენ, იმის გულისა რომ სიგარეტის ფული ელემენტარული იშოვონ. ეს ყველაფერი არ იქნებოდა. ჩვენ რო სიყვარული გქონდეთ ძალიან, მაგრამ არა, ბოროტე ну ერთი წუთი არ მინდა ბოროტე გავაგზავნოთ, თავი მოგაწნოთ, ისედაც დიდი გამომივიდა და არ ამგონია ყველამ ეს ვიდეო ბოლომდე ნახოს, მაგრამ უღრმეს მადლობას გიხდით იმას, ვინც ახლა ამ ჩემ ვიდეოს ბოლომდე უყურა. გაიგო ჩემი გულის ტკივილი და გამიგო შინაგანად რისი თქმაც მინდოდა, იმიტომ რომ ყველაფერი ვერ ვთქვი. მადლობა იმის, რომ დამიტვეთ ამდენი წუთი, არ ვიცი რამდენი გამოვიდა, 10-15 წუთი იქნება ალბათ. დამიტვეთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას. ყველანი მიყვარხართ და იცოდეთ, ჩემი ტოლა ახალგაზრდებო, გინ გაჭირებულებო, გინ დიდრებო, ჩემი ტოლა ახალგაზრდებო, გოგოებო, ბიჭებო. ძალიან მიყვარხართ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ მომავალს. ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს რომ ძალიან მაგარი ქვეყანა გავახვედროთ, აი ამისთვის გვიყვარდეს ერთმანეთი და ნუ ჩავიდეთ ბოროტებას და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ აი მე გიჟდები ცხოველებზე, აი ძალიან მიყვარს ცხოველები. აი 10 ძაღლი მყავს თუ დამიჯერებთ, ამაზე შემდეგ ვიდეოს გადავიღებ, შეიძლება არ დამიჯეროთ და აი ამ ძაღლებს თითოეულს განახილოთ, მაგრამ ეხლა უკვე გაქცეულები არიან, დადიან საცხასოცხა და ვერ დავიჭერ. 10 ძაღლი მყავს, აქედან 5 ძაღლი არის, 5 ლეკვი. 5 კატა მყავს ასევე. 2 მამალია და 3 დედალია და ეხლა დედლები ატეხილებიან, ასე ჭყავიან. ასევე მყავს პატარა ზაზუნა მყავს, რომელიც ეხლა აქ არ არის. და ჩემი ოცნება არის კიდე ძალიან დიდი, რომ ვიშოვო იმდენი ფული, რომ ვიყიდო დიდი სახლი და აი ამ სახლში ყველა გაჭირებული და უპატრონო ძაღლები და კატები შევიფარო
და მოუარო მათ და დავანახოს ქვეყანა სხვა მხრივ, იმიტომ რომ გაჭირებულმა ცხოველებმა არ იციან რა არის პატრონი, რა არის, როდესაც არ გშია და მინდა რომ დავანახოს ყველაფერი და მე ჯერჯერობით ამის საშუალება არ მაქვს რომ ასეთი რამ გავაკეთო დიდი სიკეთე, მაგრამ როდესაც მე ქუჩაში ხვდები ძაღლებს, აი არ არსებობს რომ მე როდესაც მე ფული მაქვს, ან როდესაც პური მაქვს, არ არსებობს რომ მას არ მიწვევ. მაგითაც გუშინ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, გუშინ წვიმდა, შემხვდა ძალიან დიდი ძაღლი იყო, მშელი იყო ძალიან, აი მოკუზული წერში ძალიან შემიწვდა და ვუყიდე პური. ვაჭამე ეს პური ბოლომდე შეჭამა და ვიღაც ქალი მიყურებდა და მოვიდა ეხლა ეს ქალი ჩვენთან და აი საწყალი ძაღლიო, რა кайქენი რომ აჭამეო, მაგრამ როდესაც ძაღლიო მშიერი არისო და ისო ძალიან ბევრს ჭამსო, ისო კვდებაო. აი გავგიჟდი. მეთქი ქალი მეტყვის ახლა რა кай გოგო ხარ და ნეტა ყველა შენაერი იყოს და ტიპი მოდის და მეუბნება რადგან შენ ამას ბევრი აჭამე ეს მოკვდება. რას ხვდები, იცი რომ რაც არ უნდა სიკეთი აკეთო, აი ეს ხალხი ხო ჭრელია და ვერ დაანახებ. აი მე ხო ვაჭამე მას, მოვიდა და საყვედური მითხრა რომ მოკვდებაო და აი მე რო ის გამელახა, პირიქით მოვიდა და რატო გალახე, რატო არ აჭამეო. აი ამას მეთქოდა. აი ეს არის ძალიან საცნო, ძალიან ჭრელი ხალხია და აი იმ ანდაზას, იმ მოთხრობას გავიხსენე სკოლაში ვისწავლი ადრე რომ ბაბუა და შვილიშვილი მიდიან უდაბნოში და ყავთ ცხენი და შვილიშვილი ეტყვის რომ ბაბუ შეჯექით ცხენზე და მე ფეხით წამოვალო და შეგდება ბაბუა ცხენზე და წავლიან ეხა ფეხით გაივლიან რამოდენიმე გზას და შემოხვდებათ კაცი და კაცი ბაბუას ეტყვის რომელიც ცხენზეზეა რომ რა წესიაო ბაბუო შენო უდადელათო მოდიხარ ცხენთო შენი პატარა შვილიშვილი კიდე ფეხით მოდისო და ჩამოსვამს ეხლა ეს ბაბუა თავის ჩამოვა ეს ბაბუა ცხენიდან და დასვამ შვილიშვილს და გააგრძელებენ წავლიან რამოდენიმე გზას და კიდე შემოხვდებათ ვიღაც კაცი და იქაც ეტყვის ბავშვი უსაყვედრებს შვილო აქ ცხენიაო ბაბუა რო ფეხით მოდის და შენ რო ცხენზე ძიხარო მე ისევ შეინარსებენ ისევ ბაბუა დაждდებათ და კიდე შემოხვდებათ ვიღაცა და კიდე ეტყვის ბაბუა აქ ცხენია რო შენი შვილიშვილი ფეხით მოდისო და ბაბუა ჩამოვა ცხენიდან და ეტყვის ამ ცხოვრებაში რაც არ უნდა სიკეთი აკეთო ან რაც არ უნდა გააკეთო ხალხს ყველას არ მოეწონებაო 1000 გვარი ხალხი არსებობს ზოგს მოწონს ზოგს არ მოწონს აი ამას მივხვდი და ეს უნდა დავიბეჭდო ცხოვრებაში ბოლომდე რომ ისეთ საქმეს ვერასდროს ვერ გავაკეთებ რომ ყველას მოეწონოს მაგრამ ისეთ საქმეს კი გავაკეთებ რომელიც არავის არ მოეწონება მაგალითად მოკლა ვიღაცას და ვის მომიწონებს ამას ну გლახის გაკეთება ძალიან ადვილია სიკეთე და კარგი ადამიანობა ძალიან რთულია და ამას გული და შინაგანი სამყარო ჭირდება და არა სახე და სილამაზე რომელიც დღეს დღევანდელი ბიჭების დიდი პრობლემაა რომ სახე